იყო პრესის მაგნატი მილიარდერი ჰერსტი ამისთანა და მისი ქალიშვილი პატრიცია ჰერსტი ხდება ტერორისტი და 30 წელი ციხეში ჯდება. მილიარდერი ონასისის ერთადერთი ვაჟი თავს იკლავს ადის თვითმფრინავით და თავს იკლავს. ასევე თავს იკლავს სუპერ მილიარდერი კოდაკი და ასე შემდეგ და შემდეგ. მაინცადამე მატერიალურს კატეგორიულად შეგვიძლია ვთქვა არამც და არამც არ მოაქვს ასე ვთქვათ ავტომატურად არავით არ იმედნიერება. ეს არ ნიშნავს იმას რომ ის აუცილებლად უბედურებას მოიტანს, მაგრამ ბედნიერება ავტომატურად დაბნელად არ მოაქვს, იმიტომ რომ პერის ჰილტონი აიღეთ, ჰილტონების უდიდესი ქსელის ერთადერთი შთამომავალი და მემკვიდრე, მილიარდერი, ერთდროულად ნარკომანი და ლოთი. ისმება კითხვა მოუტანა რამე ბედნიერება მილიარდებმა. რატო ვერ მოუტანა? იმიტომ რომ სული დაავიწყდა, იმიტომ რომ ის დაავიწყდა უმთავრესი რისთვისაც გააჩინა უფალმა ამ ქვეყანაზე. მე უმამოდ გავიზარდე, იმიტომ რომ 41-ში მე ვარ დაბადებული და 42-ში მამა ჩემი 24 წლის ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტი ფრონტზე დაიღუპა. დიდი საამურო ომი ერქვა იმას და ზოგი მეორე მსოფლიო ომსაც მას არ აღნიშნულა, დაიღუპა. შესაბამისად უმამოდ გავიზარდე. ეს რა პერიოდია? 41-ში რო კაცი დაიბადება გაგარია ომში, რა პერიოდი იქნება, ხო? ყველაფრის ნაკლებობა. ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდა ფილოლოგს დედაჩემს. უამრავი რამ გვაკლდა. მაგრამ ერთი რამ მახსოვს ძალიან კარგად. რომ მე ვიცოდი ზუსტად მამაჩემის ბიოგრაფია მისგან. ანუ ვიცოდი რომ ეს იყო 24 წლის კაცი, რომელმაც სამი ენა იცოდა. იცოდა ბრწყინვალედ რუსული, ფრანგული და გერმანული. თქვენმა მონამორჩილმა აი ამის ხათრით აგრეთვე ისწავლა. ოღონდ ავწდით ენებში ინგლისური, გერმანული და რუსულზე აღარ არის ლაპარაკი. იყო კარგი სპორტსმენი. თქვენი მონამორჩილი იმიტომ რომ ამას ასე ენდომებოდა ქალაქის დაკრებში მოხვდა კრივში და პირველი თანეგის მფლობელი გახდა. შემდეგ გია უკვე კარატეში შავი ქაბრის მფლობელია გრძელდება ეს ტრადიცია და აგრეთვე სამენაზე თავისუფლად ლაპარაკობს. მაშასადამე მაგალითიც კი სწორად მოწოდა, ხო, უკრავდა ვიოლინოზე, 7 კლასი ქონდა დამთავრებული. დავიწყე ვიოლინს შეძება, ვერ გაუძლე 20 წელზე მეტი და გიტარაზე გადავედი, მაგრამ მაინც მუსიკაც არ მივატოვე. მაშასადამე მე ის მამის ხატი არასდროს არ დაბიკარგავს და სულ წინ მედგა და მეხმარებოდა, იმიტომ რომ სწორად იყო ეს მოძვილი დედაჩემისგან და ჩვენი ახლობლების არის. მithmetas არ გინახავთ. დაწყობილად არ ყოფილა ყველაფერი ეს. შემდგომში წავიდა ისე რომ ესტაფეტა გადავიდა გიაზე და იმედია გაგრძელდება შვილიშვილებზე. აი ეს თქმა მინდა რომ ხშირად შეიძლება საერთოდ არ იყოს მშობელი სახში, მაგრამ მისი პიროვნებას, მისი ხატის, მის წინა მოწიწება, პატივისცემა გაგვყევს თელი სიცოცხლის მანძილზე. და კიდე ერთი, პაპამ ყავდა ძალიან ვაჟკაცი კაცი, იმას მემαντნიერები, ხარება და გოგიას რაზმის წევრი იყო, არც მეტი, არც ნაკლები. ძალიან მაგარი კაცი იყო პაპა სანდრო და ერთი სენტენცია მახსოვს იმისგან ბრძნულად დათქვამი. მეღვინე კაცი იყო. მითხრა, შვილო, არასდროს არ ეცადო, ყოველთვის პირველი იყო. ეცადე არავისზე ნაკლები არ იყო.